ეს ერთ-ერთი პირველი, ეს ვთქვათ, საერთაშორისო არბიტრაჟია, რაც საქართველოს ისტორიასთან არის დაკავშირებული, ხო? ეს არის ჭიათურის მანგანეზთან დაკავშირებული დავა, რომელთან დაკავშირებითაც ამერიკელი ინვესტორს ჰქონდა საბჭოთა კავშირთან, ფელიქს ძერჟინსკი აწერს ხელს, კგბ-ს შემქმნელი აწერს ხელს ამ საარბიტრაჟო შეთანხმებას მათ შორის, ანუ თვითონ თლიან ხელშეკრულებას, რომელიც მოიცავდა საკონცესიო ხელშეკრულებას, რომელშიც მოიცავდა საარბიტრაჟო შეთანხმებასაც. უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი ჯიაკი ორგანიზებს საარბიტრაჟის დღეებს. და ალბათ ერთ-ერთი პირველი საარბიტრაჟის დღეები იყო, რომელზეც ვესწრებოდი და მე მგონი ამერიკელი მომხსენებლისგან გავიგე მაშინ, რომ ჭიათურა არის ძალიან ცნობილი ადგილი, ტოპონიმი საერთაშორისო საინვესტიციო არბიტრაჟის საზოგადოებაში. და ის უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ საარბიტრაჟო შეთანხმების ანალიზს თუ გავაკეთებთ, ნახავთ, რომ სრულყოფილი საარბიტრაჟო შეთანხმება არის ჩამოყალიბებული თავის აღსრულების მექანიზმებით და ასე შემდგომ, მიუხედავად იმისა, რომ მაგ დროს ჯერ კიდევ ნიუ-იორკის კონვენცია არც კი არსებობდა.